და დღევანდელი გადაცემის აქტორები ბატონი დათო ლორთქიფანიძე, ბატონი დავით გუნაშვილი, ქართული ოცნება ჯგუფი ფარი, ძალიან საინტერესო, აი სანქციები ბრიტანეთმა, თუმცა პარალელურად ბატონ დავით თქვენთან გავავითარებ, რომ ბატონმა დათომ გიპასუხოთ თქვენ ლორთქიფანიძემ. იცით თქვენ ამბობთ ამ შემთხვევაში ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში კრიტიკულად განწყობილი, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო აქტივი თუ საზოგადოებრივი მოძრაობები, რომ აი ასანქცირებს და ეს არის მიუღებლობა. მეორე მხრივ აი გუშინ წინ თქვათ საგარეო საქმეთა მინისტრთან ელჩი დანი განიხილავდა სამომავლო თანამშრომლობის, აგერ გუშინ ეკონომიკის მინისტრთან ერთად სტარტაპები და challenge ეკონომიკური გამოწვევები განიხილეს ერთად ეკონომიკის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა პარტნიორობის თვალსაზრისით. ანუ ხომ არ ფიქრობთ რომ დასავლეთიც განცალკევდა? ბატონ დათო, კითხვა უნდა დავასრულოთ. დავასრულებინოთ, წესია ეს. მაცადეთ და თქვენ ნაწილში. მეგონი ობიექტურად თავრობის წარმომადგენელი, პირველი ვიცე-პრემიერი. თქვენ ბძანეთ ეს. მე უბრალოდ ამას ბატონ დათოს უსვამ და თქვენ ნაწილში თქვენ რაც გნებავთ ის გამოხატეთ თავისუფლების ფორმატში. მე უბრალოდ გეკითხები თქვენ რომ აი ხომ არ გაიყო აქაც, იმიტომ რომ ამერიკაში ჩვენ სულ სხვა ტიპის ხელისუფლება მივიღეთ, სულ სხვა ტიპის ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან ერთ-ერთი ემთხვევა ქართული ოცნების message box-ი, იმავე კონსერვატიული იდეების, იმავე USAID-ის, იმავე განათლების სისტემაში არსებული რეფორმების და რაც თავარია თვითონ ტერმინ deep state-ის გამოყენების მისი შიგთავსის კონფორმაციის თვალსაზრებით. კი ბატონო. თქვენ კი არ გაწყობთ, გავიგე ეს. რისი არ მაწყობთ. თქვენ არიცით მე რა მაწყობთ. ამ შემთხვევაში ოპოზიციას გულისხმობთ, კი ბატონო. ოპოზიცია ეს ეხა ერთქვაფში ყველას ჩაყარათ, ესე ჩვენ ვართ გააბრაზებული ხალხი რეჟიმზე. არის პოლიტიკური ველი, არის საზოგადოებრივი ველი. კი ბატონო. და არიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმს ჩამოამხობენ. ეს ერთი არის, მაგრამ მეორე რაც ეხება ხა ამერიკის პოზიციას, ხო? ამერიკას მოდით ესე ვთქვა. ჯერ იმ რეჟიმს გაემიჯნე. ერთი წამით რა ბატონო და მაგ რეჟიმს გავემიჯნე კი არა, ვებრძოლე მაგ რეჟიმს და ჩემი თანამოაზრეების სიცოცხლე გაწირეს მაგ რეჟიმთან ბრძოლაში და თქვენ ეს რეჟიმი აცოცხლეთ და აქამდე მოიყვანეთ და არა კარმუშკაზე ასე ვთქვათ. ხავთ და ჯერ კიდე ხავთ ვიღაცეები იქა და თქვენ რო გაწყობთ და ვიზინა ივანიშვილს რო აწყობთ, მიხაილ სააკაშვილი ხუნტის ვარსკვლავიან საავადმყოფოში გამომწყდეული იქა, ხო და რა დრისთვისაც ჩამოიყვანეთ. აი ეს მოიკითხეთ ჯერ. რა შეიძლება ამერიკის თემას? ჩვენ ჩამოვარგინდათ რა მე ძალიან კარგად ვერკვევი ხმარ მუშაობ სუსი როგორ მუშაობს თქვენი პოლიტიკური ძალა არაჟდით კონტეინერით ხარ ჩამოვიყვანეთ და მყავხართ ნანახი ყველა განზომილებაში მე თავდაცვაში მუშაობდი 20 წელი ზეთუ ნახავს არაჟდით კონტეინერით ხარ ჩამოვიყვანეთ ყველა ვერტიკალში ყველა ჰორიზონტალ ვერტიკალში გიცნობთ არ გინდა ჩემთან ეგამბავი რა რაღაცა ქართული ოცნების რაღაცა გაუგებობაში მყოფი ის ხო არ გეგონოთ რა რა შეეხება ხა ამერიკელების თემას რა შეეხება რა ხო ამერიკის ეხა ელჩი ელაპარაკება ის ელაპარაკება რა ელჩები ელაპარაკებიან რა ვიცი ყველა რეჟიმებს და რეჟიმის ხელმძღვანელებს უზურპატორებს და ვის არ ელაპარაკებიან ერთი რამე უნდა აღინიშნოს ირანის ელჩს ელაპარაკებიან არა ირანის ელჩს ელაპარაკებიან თქვენ რო ისაუბრეთ მე არ ჩაგეჭრებით რა და ამას პატივს გცემთ ხო მეცით პატივი ეხა მაწყვეტინებს სულ და თან ისეთ რაღაცებს მეუბნებ გადმოყავართ ემოციურად გადმოყავართ იმ თემაზე რომელიც მე ჩემს ემოციას სასიამოვნოა სალაპარაკოთ მაგრამ არ მინდა ხო ადამიანი მეკითხებს ემოცია სიმშვიდე და ვის ხარესაც არის იმის ხარეს უფრო მეტი სიმართლე მოისმინება ხოლმე ყველაფერს ხوار გამოყვები ჩაიშლება არა გამოყვები და თქვენ მე დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია რა თქმა ხო და მე აბა ეხლა ჩვენ მოცოცხლეთ ნაციონალური მოძრაობა აცოცხლა ქართველმა გიტყვით რომ არასწორს საუბრობ და საერთოდ რეჟიმის მხარეთ გახარ რეჟიმს ამყარებთ საშინელ ბრუტალურ რუსულ რეჟიმს ამყარებთ გეტყვით ეხლა მე და თქვენ მე არასწორს საუბრობ რა თქმა უნდა არასწორს რაშვაშია ეს თქვენი აზრია მე ჩემი ხალხი ხარჯი თქვენ აზრზევია რომ ბატონო დავით მაგას ვერ ეღირსებით იმიტომ რომ ეს ესე ვერ მოხდება აბა წინდათ ეხლა მაშინ მე ჩემ აზრზევის გარეშე უხიფათოთი არის თორე სადაც გინდა იგი არის უხიფათოთ კი არა უხიფათოთ ამათმა იარონ ეხა რომ გადალაგდნენ გადმოლაგდნენ და გონიათ რომ სახელმწიფოს მართა აი თქვენი რეჟიმჩი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დამყარებული რეჟიმჩი კი რა კი ზუსტად ძალიან კარგად გიცნობთ პოპულისტობას მოდით ეხლა აბა რაშვაში რას ნიშნავს რაშვაში ვისაც გადალაგდა ეს რა მოდერაცია არის უკაცრავ დავით ვერ გავიგე ეს არის თავრობის მეთაურს აქვს უფლება კითხვა დამისვი თავრობის გუნდში განახორციელოს
უცოდო საკადრო ცვლილებები და რაშვაშია ახლა გადალაგდე გადმოლაგდე. კარგი, ბატონო დათო. მაგრამ ემსახურებით რეჟიმს არ გამოვა. დამტკიცებული გაქვთ უკვე იციან კარგად რა თქვენ მათ ემსახურებით რა პრობლემაა. ხოვთ ნუყვი. აბა რა გინდა? ნუყვი გაჩერდით. ვისაც მუნდირი ცმია ყველას პატივს ეგრე არ გამოვა. ეგრე არ ბატონო დათო მიკროფონს გაგიქიშავ. მუნდირის პლატინის საერთოდ ეწულუკიერმა მუნდირებს იქა? ისინი თვითონ თავის თავს არცემენ პატივს. ბატონო დათო თავის თავს არცემენ პატივს გასო. ხალხი ჩაახოჩინეთ გამხილება დამავიწყდა ლაბარაკობს ბატონ დათო, კარგი, ხო, კარგი, თქვენ ნაწილში. ბატონო დათო, თქვენ ნაწილში. რეკლამაზე გავიდეთ რა. რეკლამაზე გავიდეთ. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდგომ ბატონ დათო. თქვენი აზრი გამოთქვით, ნუ ღარ შეხვალთ დისკუსიაში და შემდეგ ბატონი დათოს აზრი. კარგით. რახან ემოციური სიჭარბეა. მოკლედ მოდით ახლა მეგობარი აქტის თემას შევხედოთ თუ გნებავთ ახლა რომ გავაანალიზოთ ამერიკის დამოკიდებულება. მოდით მე ჩაგეკითხებით, არც თუ ისე ეფექტურის რა ამ შემთხვევაში. ჩემი მოსაზრება და თქვენ ყველი არგუმენტები წარმოადგენთ. ანუ ერთი რამე უნდა აღნიშნო. მოდი სანამ ხო და როგორც ბოდიშით რა რახან ვასრულებთ გადაცემას 2 წუთს მოგცემთ, აღარ გაგაწყვეტით, როგორც ყოფილ სამხედროს მინდა გკითხოთ, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის პროცესი, რაც მიმდინარეობდა, რამდენად, აი, რატომ არ შეიძლება ერთ-ერთი არგუმენტი იყო ოპოზიცია რომ არ შეიძლება ამის მოსმენა და ხალხს ქონდა, აი მაგალითად მე თვითონ ვიყავი 2008 წელს იმ ხეობაშიც ვიყავი, ძალიან დიდ ხანს დავდიოდი, ვაშუქებდი წეროვანში არსებული მოსახლეობის პრეტენზია მდგომარეობდა იმაში, რომ 1 აგვისტოდან გაედინებოდა მოსახლეობა, ცხინვალის ახალგაზრდობა, ოსი, ქალბატონები, ბავშვები გაიყვანეს და ჩვენ 7 აგვისტომდე აღ ჩაგვჭით და შემოვლით გზით, ძლივზის მუნიციპალური ავტობუსებით გაგვიყვანეს და ხო იცით, თქვენ რა ძირითადი კითხვებიც არსებობდა. თქვენი მოსაზრება. მოკლედ, კომისია არის სრულიად არალეგიტიმური ჯერ ესეთი ავიღოთ ამ ხალხს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია ესენი ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის 100,000-ობით ადამიანისთვის არის უბრალოდ შენობაში შევარდნილი ბანკფორმირება რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება. მეორე, ეს ყველაფერი არის გამოკვლეული, გამოძიებული, შესწავლილი საერთაშორისო ადგილობრივ დონეზე და ამას არანაირი განხილვები არ ჭირდებოდა. განსაკუთრებით იმ ტაქტიკურ ოპერატიულ ჭრილში, რომელშიც ესენი განიხილავენ. აი ეს თოქშუა რაც მოაწყეს, ხო? და არანაირი საგამოძიებო იქ ანუ მოსახლეობა არ იყო ხო ვალდებული სწოდნოდა. არა, მომისმენთ ის ნიუანსები თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს ყველაფერი შესწავლილია. ლიგითი ხეობელი, ხო? თვითონ თეატროლოგიანი არ მაყობდა იმ პროცესს ჰააგაში სტრასბურგისას. ბატონ დათო გთხოვთ? ხო, ანუ საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში ეს ყველაფერი დამუშავებულია, იქ არ გამოვლინდა არანაირი დანაშაული ქართული ჯარისკაცების, არც ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი გამოკვლეულია რა. ეხლა მიზნობრიობა რატო ჩაატარეს ეს კომისია და რას ემსახურება? ამის მიზნობრიობაც არის ერთი მხრივ არის პროპაგანდისტული შიდა და გარე. ოღონდ გარე პროპაგანდისტულად ამას იყენებს რუსეთი. აჭიკჭიკდნენ იქ ვიღაცეები, რა ქვია, მარიონეტული რეჟიმის ასე ვთქვათ პირები აჭიკჭიკდნენ იქ 1000 რაღაცეები წამოვიდა 1000 იმპულსები გაღვივდა და რუსეთს ჭირდება ეს რომ თავისი ეს რაღაც ავანტურისტი ბინძური დამპრობლის და იმის რა ქვია ოკუპანტის ლაქა ჩამოიშეროს რომ როგორმე რაღაცა გამომზეურდეს ეხა როგორც ასე ვთქვათ კეთილსინდისის თუ კეთილშობილი რაღაცა ძალა ხო ამას ცდილობს იმიტომ რომ დაახრჩო სანქციებმა და ეკონომიკა ემხობა იმაზე უკრაინაში წინ ვერ წავიდა და ასე შემდეგ ტრამპთანაც ვერ დაალაგეს ეხა მაინც და მაინც და ისევ მიდის ბაგაბუგი ხო ეს ამბავი არის ხა ამას ემსახურება ამათი ეს მთელი ეს კომისია რა მაგრამ ეს მაინც არანაირ ხელს და არანაირ განსაკუთრებულ ბენეფიტს ეს ამას არ მოუდა. პირიქით, ძალიან ბევრმა ადამიანებმა, რომლებიც ასე ვთქვათ, არ არიან მაინც და მაინც ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ იმედგაცრუებულები არიან, იმითი არიან იმედგაცრუებული, რომ ნახეს, რომ ეს კომისია რეალურად არის, ასე ვთქვათ, არანაირ ჭეშმარიტების დადგენას არ ემსახურება, არამედ რაღაც პროპაგანდისტული მიზანი აქვს და ძალიან არასასიამოვნო იყო ბევრი ადამიანისთვის, თუნდაც ოცნების ხარდაჭერების რიგებში მაგ ყველაფრის ყურება რა. და ეს ძალიან კარგად იცის თეატროლოგიანმა, მაგრამ ეს ისეთ პიროვნება, რომ მას ეს არ ადარდებს, ასე ვთქვათ, რა, სხვებს ადარდებს. ხო, ამერიკის თემაზე მაინც მინდოდა რა ერთი ორი სიტყვა. ხო, დიახ, წუთიც აღარ გაქვთ და ხო, ამერიკის და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ამ რეჟიმისადმი არის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიო. ერთი რამე უნდა აღინიშნო სამართლიანობისთვის, რომ ეხა საზოგადოება სანამ აი კონსოლიდაციის მეორე ეტაპზე გადავა და აქ პოლიტიკურ ველს არ გულისხმობ მაინც და მაინც და კონკრეტულად საზოგადოებას გულისხმობ და გაქვთ იმედი, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მილევად რეჟიმშია, ძალიან. არავითარ მილევად რეჟიმში არის. პირველმა ეტაპმა ამოწურა თავისთავად და ჩვენი შედეგები მივიღეთ. აბა შედეგი რა არის ესეც სრული სტერილიზაცია და არაღიარება და სანქცირება რეჟიმის.
და საზოგადოებამ თვითონ შეიგრძნო თავისი თავი, რომ აქ არის საზოგადოება, ეს თვითორგანიზება და გაერთიანება და ჯგუფების გაერთიანება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს ჯერ არ მომხდარა ჩვენს ისტორიაში, ახალ ისტორიაში. ეხლა იქნება შემდგომი ეტაპი, რომელიც იმ პირველი ეტაპის გარეშე ეს მეორე ვერ მოხდებოდა. ეხლა არის გადასუნთქვის ამბავი, გადაწყობის ამბავი. კარგით, მე რეც დაპატიჟებ და აბა ვნახოთ ეს გადასუნთქვა. შეუტევდა ზეწოლას მოახდინა და ჩამოშლით ამ რეჟიმს ბოლომდე. აჰა